ნახიჩევანი დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ნახიჩევანი აზერბაიჯანის ავტონომიური რეგიონია, რომელსაც სომხეთის სამხრეთ რეგიონი ჰყოფს ქვეყნის ძირითადი ნაწილისაგან. სწორედ საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა სომხეთის დასავლეთით აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი. რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული მოსკოვის და ყარსის ხელშეკრულებით, ნახიჩევანი ოფიციალურად გადაეცა აზერბაიჯანს როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. ამას თურქეთის პირობაც დაერთო, რომ ის არასდროს გადაეცემოდა სომხეთს. თურქეთს ნახიჩევანის გადაცემა სურდა აზერბაიჯანისათვის, რათა აზერბაიჯანი დაემეზობლებინა, მიიღო სახმელეთო კავშირი კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან და შეეზღუდა სომხეთის გავლენა რეგიონში. ამავე პერიოდში სომხეთის დასავლეთით საბჭოთა კავშირმა შექმნა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც სომხებით იყო დასახლებული. ეს იყო საბჭოთა კომპრომისი, რათა სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება აეცილებინა თავიდან. მაგრამ მაშინ, როცა ყველა საბჭოთა კავშირში ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა, ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა მისი დაშლის შემდეგ კონფლიქტები აღმოცენდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამტკიცებს, რომ ბაქოს აქვს უფლება მიიღოს უმოკლესი სახმელეთო კავშირი საკუთარი ტერიტორიის შიგნით, თანაც პასპორტისა და საბაჟო კონტროლის გარეშე. პაშინიანის მთავრობა ნაწილობრივ ღიაა ამ ნაბიჯისთვის, მაგრამ უარს ამბობს პასპორტ კონტროლის გაუქმებაზე, რადგან ეს საფრთხეს უქმნის სომხეთის სუვერენიტეტს. საბჭოთა კავშირის პერიოდში სომხეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მეღრიში ფუნქციონირებდა სარკინიგზო სადგური, რომელიც ბაქოს ნახიჩევანთან აკავშირებდა, მაგრამ ამ სადგურში ბოლო მატარებელი 1993 წელს გაჩერდა. ამჟამად ნახიჩევანში მიმავალი აზერბაიჯანული სატრანსპორტო ნაკადი ირანის ტერიტორიაზე გადის, მაგრამ გზის სიგრძისა და სირთულეების გამო უმეტესობა ფრენას ამჯობინებს, თუმცა თვითმფრინავებიც იძულებულები არიან ირანის საჰაერო სივრცით ისარგებლონ. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც ამ 53 კილომეტრიანი მონაკვეთის მიუწვდომლობის გამო ხდება, რომლის გავლასაც რეალურად 1 საათიც არ სჭირდება. აზერბაიჯანს სურს აქ ეგრეთ წოდებულმა ზანგეზურის დერეფანმა გაიაროს, რომელიც საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ნაწილი გახდება და ჩინეთიდან ევროპისაკენ მიმავალ სავაჭრო მარშრუტს დააკავშირებს. სომხეთი, როგორც ხმელეთით შემოსაზღვრული ქვეყანა, დღეს ვაჭრობას მხოლოდ საქართველოსა და ირანის გავლით ახერხებს, რაც მის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ამიტომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავაჭრო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაფართოება, მათ შორის თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირება. თუმცა ამავე დროს საქართველოს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს, რადგან ბევრმა გადამზიდმა კომპანიამ შესაძლოა ტვირთების გადატანა საქართველოდან ამ ახალ მარშრუტზე გადაამისამართოს.